ტრამპის ოსტატურმა სვამ ევროპას ყველაზე მტკივნეულ წერტილში დაარტყა. ჯარისკაცები, ენერგია და ფული. ამ ხუთშაბათს 2026 წლის 7 მაისს. კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა დაიწყო მინიმუმ 5,000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გამოყვანა გერმანიიდან. იმ დროს, როდესაც იტალია და ესპანეთი სამიზნეში მოექცნენ, რადგან მათ უარი თქვეს მტკიცე მხარდაჭერაზე ირანთან და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ ოპერაციებში, ზეწოლა ცარიელი სიტყვებით არ გამოხატულა, ის გამოვლინდა ჯარის გასულით, ბაზის საფრთხის ქვეშ დაყენებით, ადგილობრივი ეკონომიკის შერყევით და ევროპული მთავრობების დიპლომატიური კრიზისის ჩაქრობის მცდელობით. გერმანია, რომელიც წლების განმავლობაში ეკონომიკური სისუსტით იყო შეზღუდული, ახლა ხედავს, რომ მთელი ქალაქები შიშობენ შემოსავლის, სამუშაო ადგილების და ამერიკული სამხედრო ყოფნის დაკარგვას. იტალია, რომელსაც ჯორჯა მელონი ხელმძღვანელობს, ცდილობს თავიდან აიცილოს, რომ სასჯელი მის ტერიტორიაზე გავრცელდეს. ესპანეთი პედრო სანჩესის ხელმძღვანელობით ევროპული სიმბოლო გახდა, ევროპისა, რომელსაც ამერიკული დაცვა სურს, მაგრამ უკან იხევს, როცა პარტნიორი დახმარებას ითხოვს. მოძრაობა დაიწყო სპარსეთის ყურეში უსაფრთხოების საკითხის გარშემო. ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალუესი. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე, რაც ზეწოლას ახდენს ნავთობზე, გაზზე და საზღვაო მარშრუტებზე, ტრამპმა მოითხოვა, რომ ნატოს მოკავშირეები დახმარებოდნენ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილების დაცვაში. მოთხოვნას ჰქონდა მარტივი ლოგიკა. თუ ევროპა დამოკიდებულია ენერგიაზე, რომელიც გადის კრიტიკულ ზონებში, მასაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე ხარჯი, რისკი და პასუხისგებლობა. მაგრამ როცა პასუხი სუსტი აღმოჩნდა, ვაშინგტონმა ტონი შეცვალა. გერმანიამ გააკრიტიკა ამერიკის სტრატეგია. ირანში იტალია ცდილობდა ბალანსის დაცვას ტრამპს, ვატიკანს, ისრაელსა და შიდა საზოგადოებრივ აზრს შორის. ესპანეთმა უკვე უარი თქვა ბაზების გამოყენებაზე ამ მისიებთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. შედეგი მხისიერი იყო. ტრამპმა დაიწყო ამერიკული სამხედრო ძალის ევროპაში ყოფნის აღქმა, როგორც ზეწოლის ბერკეტი და არა როგორც ავტომატური ვალდებულება. გერმანიაში დაგეგმილი გაყვანა შეეხება ამერიკული ყოფნის სიმბოლოს, რომელიც ცივი ომის დროიდან არსებობს. ვილზეკი ბავარიაში მასპინძლობს როუზ ბარაკს და მეორე კავალერიის სტრაიკერის შენერტს, რომელიც ამერიკული სამხედრო ძალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურაა გერმანიის ტერიტორიაზე. ვაშინგტონისთვის ჯარისკაცების გაყვანა ქალაქიდან ეკონომიკური დარტყმაა. ვაჭრობა, ქირა, რესტორნები, სერვისები, სამოქალაქო სამუშაოები და ადგილობრივი შემოსავალი დამოკიდებულია ამერიკელი სამხედროებისა და მათი ოჯახების გადაადგილებაზე. როიტერსმა აჩვენა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ხელისუფლებას ღრმა შიში აქვთ თუ გასვლა დადასტურდება. საქმე მხოლოდ დაცვას არ ეხება, ეს არის ხელფასი, მოხმარება და გადასახადი. წასვლისას უნიფორმებთან ერთად ზეწოლა კიდევ უფრო მძიმდება, რადგან გერმანია უკვე სუსტი იყო. ყველაზე დიდი ევროპული ეკონომიკა 2024 წელს 0,2%-ით შემცირდა, რაც ზედიზედ მეორე წლიური ვარდნაა. ეს გამოავლინა ინდუსტრიული ძალის დაკარგვა, ძვირი ენერგია და ექსპორტზე დამოკიდებულება. 2026 წელს გერმანულმა ეკონომიკურმა ინსტიტუტებმა ზრდის პროგნოზი 0,6%-მდე შეამცირეს, ხოლო 2027 წლის მოლოდინი 0,4%-მდე დაეცა. ანუ ტრამპმა აირჩია დრო, როცა ბერლინის მანევრის სივრცე არ აქვს. გერმანიის მთავრობას შეიძლება ამერიკული ზეწოლა არ მოსტონდეს, მაგრამ რეალობა მძიმეა. ეკონომიკა ძალა გამოცლილია, ინდუსტრია ზეწოლის ქვეშაა და ამერიკული ბაზების დაკარგვა ემუქრება იმ საზოგადოებებს, რომლებიც შეეგუენ აშშ-ს სამხედრო ქოლგის ქვეშ ცხოვრებას. იტალია განგაშსია. სხვა გზით ჯორჯია მელონიმ სცადა ეჩვენებინა ტრამპისგან დისტანცია მგრძნობიარე თემებზე, განსაკუთრებით ვატიკანთან კრიზისის შემდეგ. კონფლიქტი ირანში და თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმების შეჩერება ისრაელთან. მაგრამ როდესაც ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ამერიკული ჯარებიც გაიყვანოს იტალიიდან და ესპანეთიდან, რომამ ტონი შეცვალა. მელონიმ განაცხადა, რომ არ დაუჭერდა მხარს ამერიკული ჯარების გაყვანას და შეხვედრა დადანიშნა მარკო რუბიოსთან. სახელმწიფო მდივნის რომში ვიზიტის დროს გზავნილი ნათელი იყო. იტალიის პრემიერ-მინისტრმა იცის, რომ ტრამპთან დაპირისპირება შეიძლება შიდა აპლოდისმენტები მოუტანოს, მხოლოდ რამდენიმე საათით. მაგრამ აშშ-ის დაცვისა და სამხედრო ოფნის დაკარგვა ბევრად უფრო ძვირი ჯდება. მელონის პოლიტიკური მდგომარეობაც უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 2026 წლის მარტში სასამართლო რეფორმის შესახებ რეფერენდუმში დამარცხდა.
იტალიელმა ამომრჩევლებმა უარყვეს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი წინადადება, რაც ძლიერ პოლიტიკურ დარტყმას შეფასდა. პრემიერ-მინისტრისთვის რეფორმა მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის სტრუქტურის გარკვეული ასპექტების შეცვლას, თუმცა უარყოფამ ოპოზიციას ახალი ძალა შესძინა. ამან აჩვენა, რომ მელონი უკვე აღარ აღიქმება ევროპაში ხელშეუხებელ ლიდერად. ეხლა, როდესაც ტრამპი ამერიკული სამხედრო ყოფნის შეცვლით იმუქრება, მას იტალიაში ორ ფრონტზე უწევს წნეხის გაძლება. შიგნით, სადაც დამოუკიდებლობა უნდა აჩვენოს და გარეთ, სადაც ვაშინგტონს უნდა დაარწმუნოს, რომ რომი კვლავ სანდო მოკავშირეა. ესპანეთი კიდევ ერთ სამიზნედ იქცა, რადგან მან უკვე უარი თქვა ბაზების გამოყენებაზე ირანთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. მარტში ტრამპმა მადრიდთან ვაჭრობის შეწყვეტით დაიმუქრა, მას შემდეგ რაც ესპანეთის მთავრობამ ამერიკულ მისიებზე სამხედრო ძდომაზე უარი თქვა. ეხლა გერმანიიდან ჯარების გაყვანისა და იტალიასა და ესპანეთზე მუქარის ფონზე სანჩესი წარმოჩნდება როგორც მოკავშირის მაგალითი, რომელიც ამერიკულ ფარს იღებს, მაგრამ წინააღმდეგობას უწევს, როცა პოლიტიკური ფასი იზრდება. ესპანეთი მასპინძლობს ათასობით ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს და სტრატეგიულ ბაზებს ქვეყნის სამხრეთში, განსაკუთრებით როტასა და მორონში. თუნდაც საბოლოო გადაწყვეტილების გარეშე შემცირების შესაძლებლობა უკვე იწვევს შიშს იმ რეგიონებში, რომლებიც დამოკიდებულია კონტრაქტებზე, სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკურ მოძრაობაზე, რაც დაკავშირებულია შეერთებული შტატების სამხედრო სტრუქტურასთან. ციფრები დაგვეხმარება გავიგოთ, რატომ აშინებს ეს ნაბიჯი ასე ძალიან. Reutersის მიერ მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, რომ 2025 წლის დეკემბერში შეერთებულ შტატებს დაახლოებით 78,000 სამხედრო ყავდა მუდმივ ბაზებზე. ევროპაში, გერმანიაში იყო კონცენტრირებული 36,426, სამხედრო იტალიაში 12,662 და ესპანეთში 3,814. ნატომ ეს ცვლილება უკვე იგრძნო 2025 წელს, როდესაც მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თავდაცვაში ინვესტირების ვალდებულება 2035 წლამდე MŠP-ს 5%-მდე გაეზარდათ. ჰაგის სამიტის ოფიციალურმა განცხადებამ განსაზღვრა, რომ 3,5% მიმართული იქნება თავდაცვის ძირითად მოთხოვნებზე, ხოლო 1,5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და თავდაცვის ინდუსტრია. ეს შეთანხმება ისტორიულ წინსვლად გაყიდეს, მაგრამ დონალდ ტრამპისთვის შორეული დაპირება ვერ შეცვლის დაუყოვნებელ მოქმედებას. როდესაც ირანში ომმა ზეწოლა მოახდინა მარშრუტებზე, ენერგიასა და ვაჭრობაზე, მან ეს კრიზისი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოეცადა ვინ გახვებოდა ვაშინგტონს ასეთ საფრთხის თხრის მომენტში. ენერგეტიკული გავლენაც კრიზისის ცენტრშია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ნავთობისა და გაზის ფასები გაზარდა, რის გამოც ევროპულმა კომპანიებმა და მთავრობებმა ინფლაციის მრეწველობისა და ტრანსპორტის მიმართულებით ახალი დარტყმა იგრძნეს. Reutersმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანქსესი, გერმანული ქიმიური გიგანტი, მომდევნო თვეებში ნავთობის ფასს $100-დან $110 ფარგლებში ელოდება ბარელზე. ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის გამო. ეს ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს გერმანიაზე, რომელმაც უკვე დაკარგა კონკურენტუნარიანობა ძვირი ენერგიის გამო, მას შემდეგ რაც ძველი მოდელი, რომელიც იაფ რუსულ გაზზე იყო დაფუძნებული, დაირღვა. ტრამპისთვის ეს იდეალური ზეწოლის წერტილია. ევროპას როტა სჭირდება, ენერგია სჭირდება, დაცვა სჭირდება, დაცვა სჭირდება, მაგრამ არ უნდა გადაიხადოს უსაფრთხოების პოლიტიკური ფასს და ნატო იწყებს არასასიამოვნო კითხვაზე ფიქრს. რა ხდება, როცა დასავლეთის უსაფრთხოების მთავარი დამფინანსებელი გადაწყვეტს საჯაროდ მოითხოვოს ერთგულება და დასაჯოს ისინი, ვინც ამას ვერ ასრულებს. ეს დაპირისპირება ახლა არ დაწყებულა. 2016 წლის მარტში დონალდ ტრამპი უკვე ამბობდა, რომ ნატო ეკონომიკურად უსამართლოა შეერთებული შტატებისთვის და ვაშინგტონი ევროპული თავდაცვისთვის არაპროპორციულად დიდ წილს იხდის. მანამდე 1953 წელს დუაით აიზენჰაუერმა უკვე გააფრთხილა ევროპელი მოკავშირეები, რომ ამერიკული რესურსები შეიძლება ამოიწუროს და ამით ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტი პასუხისგებლობა უნდა აეღო საკუთარი თავდაცვისთვის. სხვაობა ისაა, რომ დონალდ ტრამპმა ძველი პრეტენზია პირდაპირ ზეწოლის მექანიზმად აქცია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ამერიკული ბაზა არასდროს არის მხოლოდ სამხედრო ბაზა. ფილიპინებში 1991 წელს სენატმა უარი თქვა შეთანხმების განახლებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებს ინარჩუნებდა და ამერიკელმა ძალებმა მომდევნო წელს ტერიტორია დატოვეს. 10 წლეულების შემდეგ მანილამ კვლავ გააფართოვა ამერიკული სამხედრო წდომა. ჩინეთის წინსვლის ფონზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანთან ახლოს არსებული დაძაბულობის გამო. სამხრეთ კორეაში ამერიკული ყოფნა ასევე გადაიქცა მუდმივ ფინანსურ შეთანხმებად სეულთან, რომელმაც დათანხმდა გაზარდოს თავისი წვლილი ამერიკული ჯარების შენახვაში. ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნა ყოველთვის აერთიანებს უსაფრთხოებას, ფულს, სუვერენიტეტს და დამოკიდებულებას. როდესაც ვაშინგტონი ტოვებს, ვაკუუმი ჩნდება.
ეხლა შემდეგი ნაბიჯია დავაკვირდეთ, გაგრძელდება თუ არა გერმანიიდან გასვლა დაგეგმილ ვადებში და გადაიქცევს თუ არა ტრამპი იტალიისა და ესპანეთის მიმართ მუქარას კონკრეტულ ბრძანებად. თუ ეს მოხდება, ევროპა საბოლოოდ დაკარგავს იმ ხარდაჭერას, რომელმაც 10 წლეულების განმავლობაში უზრუნველყო მისი უსაფრთხოება და ეს პუტინისთვის იდეალური სცენარი იქნება. მე ვარ მილსონ ალვეს ნიუს და ჩემი მიზანი აქვს ყოველ დღე მოგაწოდოთ სიმართლეზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დაუტოვეთ ლაიქი ამ ვიდეოს, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთოთ ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი,